საქმის მთავარმა გამოძიებელმა, ვინც შეაჯამა გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებები და გაცვალა დაცვის მხარესთან, ნიშნავს იმას, რომ იცნობს ყველა იმ მასალას, რასაც სასამართლო ფლობს, თქვა, რომ საქმეში არ არის ორგანიზებული დანაშაულის მადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება. საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ბიჭებთაგან რომელიმე მონაწილეობდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში. მათ შორის საკითხვის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია გამეორება და თქვა, მას თავარ გამომძიებელს არ მოუპოვებია და არ იცნობს მტკიცებულებას, რომელიც მიუთითებს საერთოდ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას. გამომძიებლის დღევანდელი განცხადება ნიშნავდა, რომ ანდრო, ონისე, ჯანო, გური და ყველა ბიჭი, ვისაც ბრალად წარდგენილი აქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, არ მონაწილეობდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში. ყოველ შემთხვევაში არ არის შეფასება, ეს არის არსენ ხუნაშვილის განცხადება, მას არ აქვს მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბიჭების ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ადასტურებდა. რაც უფრო მარტივად ნიშნავს იმას, რომ მთავარმა გამომძიებელმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვეგონა, რომ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში, ისე დასრულდა გამოძიება, რომ ვერ მოვიპოვეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დავადასტურებდით, რომ ისინი ნამდვილად მონაწილეობდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში. ის არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი, მოცემულობა, დადასტურება იმის, რომ გამოძიება წარიმართა შედეგის გარეშე. დღეს დავკითხეთ საქმის ძირითადი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი, რომელთანაც ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა დაცვის მხარეს. დააზუსტდა და ეს უკვე ფაქტობრივი გარემოებაა, დავის საგანსაც აღარ წარმოადგენს. შევთანხმდით უკვე მხარეები იმაზე, რომ გამომძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვერ გვითითებს საქმის ძირითადი გამომძიებელი ვერც ერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ასახავს რომელიმე დაკავებულ პირებს შორის ერთმანეთს შორის ჯერ ეს-ერთი რაიმე სახის კომუნიკაციას და მათ მიერ ორგანიზატორებად მოხსენებულ პირებს შორის რაიმე კომუნიკაციას. შესაბამისად, დასტურდება ის, რომ ამის ამსახველი მტკიცებულება არამხოლოდ იმიტომ, რომ გამომძიებელმა ვერ მიგვითითა, ჩვენ თვეები ამაზე ვსაუბრობთ, რეალურად მოპოვებული არ არის საქმეში. და უფრო მეტიც, გამომძიებელმა არ იცის კონკრეტულად ვის რა როლი ჰქონდა. გამომძიებელმა არ იცის ვინ მიიყვანა საერთოდ ეს პირები ადგილზე, თუ კი ისინი ამბობენ, რომ ჯგუფური სახის დანაშაული იყო და ერთმანეთთან კავშირში იყვნენ. გამომძიებელმა არ იცის არანაირი სახის ინფორმაცია, ეს მარტივია, იმიტომ რომ რეალურად არანაირ ჯგუფურ კავშირს ამ ბიჭებს შორის ადგილი არ ქონია და ბუნებაში ვერც ექნებოდა, იმიტომ რომ ერთმანეთს არ იცნობენ. პირველ რიგში რაც უნდა აღნიშნოს, სამოწმემ აღნიშნა, რომ ვერ დღემდე 7 თვის თავზეც ვერ დაადასტურეს და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომელიც დაადასტურებს ორგანიზატორებთან რაიმე სახის კომუნიკაციას. არათუ უკანონო კომუნიკაციას, არამედ ზოგადად კავშირს თუნდაც ანდრო ჭიჭინაძის ორგანიზატორებთან. პირველ რიგში აუცილებელია სუბიექტური მხარე და განზრახვა იმისა, რომ ჰქონდეს პიროვნებას განზრახვა და აზიანოს ვინმე ან საფრთხე შეუქმნას მას, რაც ცალსახად არ არსებობს. მეორე ნაწილი ეს არის უკვე თვითონ ძალადობრივი მოქმედება ინდივიდუალურად და 11 სინდისის პატიმრის მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის მოქმედება არ შეიცავს ძალადობრივ მოქმედებას. შემდგომ ეს არის ჯგუფურობა, როდესაც მინიმუმ ერთად უნდა მოქმედებდნენ პიროვნებები, ან წინასწარ უნდა იყვნენ შეთანხმებულები, ან სპონტანურად ისე უნდა იყვნენ შეთანხმებულები, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, მიუთითებდნენ რაიმე სახით ერთმანეთზე და ასე შემდგომ. და ბოლოს უკვე უნდა არსებობდეს ვინმე ორგანიზატორი, რომელსაც ექნება მჭიდრო კავშირი თითოეულ ბრალდებულთან და ასევე მითითება თითოეულ ბრალდებულთან, რომ შენ აი ეს უნდა გააკეთო, შენ ეს უნდა გააკეთო, შენ იქ უნდა დადგე, შენ რაღაც უნდა ისროლო, შენ ვიღაცას ყურადღება უნდა გაუფანტო და ამის დასტური უნდა არსებობდეს. კომუნიკაცია უნდა იყოს ამ მხარეებს შორის, რომელიც მჭიდროდ შეკავშირებულ მყარ ჯგუფს გაუნაწილებს დავალებებს, რაც ცალსახად არ არსებობს. გამოკლებით, ორგანიზატორის გამოკლებით სახეზე იქნება ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული? ამ 4 კომპონენტიდან ერთიც რომ გამოაკლდეს, ამ შემთხვევაში დანაშაულის კვალიფიკაციისთვის საკმარისი არ იქნება, რომ ბიჭების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, თუმცა აუცილებელია აღნიშნოს, რომ არათუ რომელიმე, არამედ არც ერთი მათგანი არის სახეზე.